თბილისის საქალაქო სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სასამართლოს სხდომა გაიმართა. ბლადაძე პაპუაშვილს ბათუმში წარსულში მის საკუთრებაში არსებული სახლის არაკეთილსინდისიერად შეძენა ზედავება. მოსარჩელე მხარე მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილის, ელენე თევდორაძისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი არველაძის დაკითხვა მოითხოვა, თუმცა სასამართლო მოსარჩელეს არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ თავის გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ დასახელებულ პირებს საქმის განსახილველ ნაწილთან პირდაპირ შემხებლობა არ აქვთ. მოსამართლემ დღესვე უარი უთხრა მოპასუხე მხარესაც, რომელიც საქმის გადაწყვეტას ითხოვდა. ჩანს, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც მოსამართლეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აკისრია, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება ამ საქმესთან დაკავშირებით საფრთხეშია, რადგანაც მოსამართლე ვერ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე არსებობს და უნდა იყოს.